კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურა მოდიშარია მინისტრის მოადგილეებთან მარინე მიზანდართან და ალექსანდრე მარგილაშვილთან ერთად სამუშაო ვიზიტით ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ცაგერში სამხატვრო მუზეუმი, მწვანე თეატრი, წმინდა მაქსიმე აღსარებლის სახელობის მონასტერი, სამხატვრო გალერეა და ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ლაშარის ციხე დაათვალიერა. სამინისტროს ხელმძღვანელებმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და ხელოვნებისა და კულტურულ ცენტრებში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს. ნახეთ, შესანიშნავი მუზეუმები, რომელიც შეშურდება ძალიან დიდ ქალაქებსაც კიდეც, მაგრამ ამავე დროს ნახეთ კიდევ თქვათ სამუსიკო ცენტრია, სამხატვრო ცენტრი და ასე შემდეგ, რომელიც ხელის შეშლებას აუცილებლად საჭიროებს. მართალი ეგ არის მუნიციპალური დაქვემდებარების, მაგრამ ჩვენ კულტურის სამინისტრო ყველაფერს ვაკეთებს იმისათვის, რომ ყველას დავეხმაროთ. არის ცაგერის გალერეა, სურათების გალერეა, არის მწვანე თეატრი, ანუ თეატრი ღიაცის ქვეშ, რომელიც წლების განმავლობაში არ გაკეთებულა და ამ საკითხში ვთხოვეთ მას დახმარება და სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვენს რომ ყველაფერს ეგონებენ ამ საკითხების